თაია და ფისო ცაცი. ერთ ლამაზ სახლში ცხოვრობდა 2 წლის თაია. ის ძალიან თბილი და მოსიყვარულე გოგონა იყო. უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით ფისოები. თუ სადმე იპოვიდა, ფერებას და თამაშს უწყებდა. ფისოც ხვდებოდა თაიას კეთილგანწყობას და იწყებოდა დიდი მხიარულება. დედამ თაია სოფელში წაიყვანა ბებოსთან. იქ გოგონას პატარა ლამაზი ფისო დახვდა და ამ ფისოს თაიამ ცაცი დაარქვა. გათენდებოდა თუ არა, თაია მიეშურებოდა ფისოს ადგილსამყოფელისკენ. ფისო ცაციც ელოდებოდა თითქოს პატარას. თავს მოიმძინარებდა და ბავშვის გაწეულ ხელს ორივე თათით იჭერდა. ამ საოცარ მოძრაობაზე თაია იწყებდა კისკის და ფისო უფრო მონდომებით აგრძელებდა პატარასთან თამაშს. ერთ დღეს თაიას დააგვიანდა მეგობართან სტუმრობა. გვიან გაიღვიძა, მოწესრიგდა, ისაუზმა და წავიდა ფისო ცაცისთან. მაგრამ ფისო იქ არ დახვდა. გოგონა მიფიქრა ცაცი ეზოში იქნებოდა. გავიდა, შემოიარა ეზოს ყოველი კუთხე, მაგრამ ფისო ვერსად ნახა. ანერვიულდა თაია. თავის უფროს დას კესანეს დაუძახა და დახმარებას თხოვა. გოგონები მოემზადნენ და დაიწყეს ფისოს ძებნა. ჯერ მეზობლებს ესტუმრნენ და მათი ეზოები დაათვალიერეს. შემდეგ იქვე მუხის ტყეში წავიდნენ, ცაცის საძებნელად. იქვე შორი ახლოს ბუჩქთან ხმა შემოესმათ. თაია წინ გაიქცა. ალბათ ჩემი მეგობარი ცაცია, გაუხარდა გოგონას, მაგრამ ბუჩქებში ტირალი ბაჭია ნახა. აიყვანა ბაჭია ხელში. რატომ ტირი ბაჭია? შეეკითხა გოგონა. თათი მტკივა და ვერ დავხვდივარ. ალბათ დედა მეძებს და ნერვიულობს. ნუ გეშინია, აბა თათი მაჩვენე? თაიამ ყურადღებით დაათვალიერა თათი. ამ დროს კესანეც მოსულიყო. ნახე, თათში ეკალი აქვს, უთხრა კესანემ თაიას. გოგონებმა თათი მარჯვედ დაიჭირეს და ბაჭიას ეკალი ამოუღეს თათიდან. დიდი მადლობა, მშვენიერო გოგონებო. მადლობა, როგორ გადაგიხადოთ. ფისო ცაცი ხომ არ შეგინიშნავს ტყეში, ლამაზი, პატარა ფისოა. როგორ არა, ერთად თამაშობდით, მე თათი ეკალს დავარტყი, დავიყვირე, ფისოს შეეშენდა და სადღაც გაუჩინარდა. ვეძახდი, მაგრამ ხმას არ მცემდა, ალბათ არც ეს მოდა ჩემი. დიდი მადლობა ბაჭია, შენ ნამდვილად დაგვეხმარე, ახლა კი დედიკოსთან გაიქეცი, ალბათ უკვე გეძებს. გოგონები დაემშვიდობდნენ ბაჭიას და იმ მიმართულებით წავიდნენ, საითაც ბაჭიამ მიანიშნა. უეცრად თაიას კვლავ რაღაც ხმა შემოესმა. გაიქცა და დიდი მუხის ქვეშ პატარა ბადეში გახლართული ფისო დაინახა. მივარდა სასწრაფოდ, გაათავისუფლა, თან ეფერებოდა, თან ტუქსავდა მის გარეშე რომ გაბედა ფისომ სასეირნოდ წასვლა. გახარებულმა გოგონებმა ფისოსთან ერთად ტყეში ბევრი ითამაშეს, ლამაზი ყვავილების გვირგვინები დაწნეს და დაღლილები და ბედნიერები დაბრუნდნენ სახლში. მას შემდეგ ფისო ცაცი ყოველთვის ელოდებოდა მეგობრების გაღვიძებას. ჯერ თავს იმძინარებდა, მერე კი იწყებოდა გაუთავებელი კისკისი და თამაში.